ზუსტად 7000 წლის წინათ ირანში დაასკვნეს, რომ ერთფეროვანი სასმელები და ჩაი მომაბეზრებელი იყო. ბევრი ქიმიკოსეს თუ ცოტა მიიღეს სითხე სახელად ლუდი. ალბათ 7000 წლის წინ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სწორედ მათ მიერ შექმნილი სასმელის საპატივცემულოდ მსოფლიოს მრავალ ქალაქში ბიერ ფესტი მოეწყობოდა. თუმცა ფაქტია, საქართველო ლუდის მეოხებით ერთად შეკრებილთა სიას 3 წლის წინათ შეუერთდა. ლუდის ფესტივალი წელს ტრადიციულად ვარდების მოედანზე გაიმართა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ლუდს შეეფერება. შეზარხოშებული ორგანიზატორებიდან დაწყებული, შეზარხოშებული სტუმრებით დამთავრებული. ჩვენ ნაკომანი ნახტართან გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ ყოველთვის სხვა აღონიზების სტარტდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში 3 წელია ვაკეთებ ლუდის ფესტივალს, რომ მე თვითონაც მიყვარს, ასევე ვუყურებთ, რომ ხალხსაც ძალიან უყვარს ლუდი. ჩვენ პირველად გავაკეთეთ ამ ადგილას, აქედან გამომდინარე, ეს უკვე მე-3 წელია რომ ტარდება და ვაგრძელებთ ისევ აქ. წელს რეკორდული მაჩვენებელი არის ლუდის დალევის, დაახლოებით ჩვენ ავედით უკვე 20 ტონამდე. ლუდის ფესტივალის ჩატარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცდილია. თუმცა თუ კი სხვა ქვეყანაში მთავარ ლოკაციად გადამწვანებულ ველებს ირჩევენ, საქართველომ რატომღაც ქვაფენილზე molხენა ამჯობინა. მართალია, ამას არც მუსიკის მოსმენაში შეუშლია ხელი და დიდად არც დალევაში, მაგრამ ბუნების წიაღში შეიძლება უკეთესიც კი ყოფილიყო. მასშტაბური ყოფილიყო, უკვე გაიქნებოდა. მოწეს რომ 2 დღიანი იყო მარტო და მეტი არ გაგზავნდა. რა მეგობრებმა წამომიყვანეს. 5 დავლიე გუშინ და მე აღარ მახსოვს რამდენ. დღეს ალბათ 1-12, იმიტომ მაგარი პონტი უნდა გავატარო გოგოსთან ერთად. პატარებს არ ვასმევთ ლუდს. უიმე, არ ვიცი. მე მაინც დიდი მოყვარული არ ვარ ლუდის. უბრალოდ ეხლა გავსინჯერე. შეიძლება ბუნებაში უფრო კარგი იყოს, მაგრამ ვთვლი რომ შაშანთესთან შედარებით ეს უკეთესი არის. ლუდი უფრო გემრიელია. საჭესთან რომ არ შეიძლება ალკოჰოლი ვიცით, მოტოზე რომ არ შეიძლება ვიცით, ველოსიპედს რამდენად უხდება? ველოსიპედს ახლა მე თუ მკითხავთ, ჩემ ორგანიზმში უხდება, იმიტომ რომ ძალიან ენერგიაზე მოვდივარ. ცოტა ნასვამი ვარ, მაგრამ არა ვიცი. რამდენი ლიტრი დალიეთ დღეს? ლიტრი არ ვიცი, მაგრამ ალბათ 2 ლიტრი, 3 ლიტრი დავლია ალბათ. ბიერფესტი ლუდის მოყვარულთა მრავალფეროვანი ასაკისა თუ გემოვნების შესაბამისად მრავალფეროვანი მუსიკით იყო გაფორმებული. თანამედროვე ინდიდან დაწყებული ჯაზამდე. მოკლედ ჯერჯერობით სტატისტიკა დასათვლელია. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენი ლიტრი ლუდი დაილია ფესტივალზე, მაგრამ ამ რიცხვის ყოველწლიური ზრდადობით თუ ვიმსჯელებთ, სულ მალე მსოფლიო რეკორდი გარანტირებული გვაქვს.